საზოგადოებას აწუხებს ფასები და ეკონომიკური მდგომარეობა, ის მათ კვლევებშიც კარგად ჩანდა, ამიტომ მათ სცადეს ამ თემის შემოტანა და თითქოს მზრუნველი ხელისუფლების ჩვენება საზოგადოებასთან კიდევ უფრო ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და თუნდაც ევროპულ ფასებს რომ ადარებენ, საქართველოს მოსახლეობის მილიონამდე ადამიანია ქვეყნის გარეთ გასული და ისინი არჩენენ რეალურად საქართველოს დღეს. ანუ ის რომ დღეს საქართველოში ვიღაცას მართლა რაღაცის ყიდვა შეუძლია, არის სწორედ ემიგრანტების მეშვეობით და მათი გადმორიცხვებით და ასევე სტატისტიკურად ჩანს რომ ყველაზე დიდი გადმორიცხვები ან შემოსავალი ქვეყანაში შემოდის ემიგრანტებისგან. ანუ იმ ემიგრანტს რა უნდა მოატყო, ან იმის ოჯახის წევრს რა უნდა მოატყო, ყოველ მეორე ოჯახს ყავს ერთი ემიგრანტი საზღვარგარეთ, რომელიც აგზავნის აქ ფულს. ხომ იცის იმ ემიგრანტმა რას იხდის იმ პროდუქტებში იქ და რის გადახდა უწევს აქ მათ ოჯახის წევრებს. ან ვისაც ყუებენ, ანუ იმედის სიუჟეტები სოციალებში თვალყურს ადონებს ადამიანები დებენ ხოლმე, აი რამდენი რამე შეიძინეს, დავშად 50 ევროდ თუ 80 ევრო და რა აბსურდია ამის ახლა უბრალოდ ხელოვნურად შემოსავლის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე ლარში გადმოყვანა და აღარ ვლაპარაკობ ხარისხზე. და სწორედ ეგ არის, აი თქვენ კითხავს რომ დაუბრუნეთ რა ჭირს ქართულ ოცნებას, აი ამ სრულიად ინსცენირებულ რეალობაში, რომელსაც იმედი ხატავს რეალურად, ეს არის მათი გასაჭირი. ანუ აქ ჩანს რომ მათ როგორც ფიზიკურად უჭირთ რომ ნარატივის შექმნან, ომის თემა მათ ჩაუვარდათ, იმიტომ რომ აღარ არსებობს ამის საფრთხე. დღევანდელი რუსეთის თემა, როდესაც 9 მაისს დრონების ასარიდებლად თუ შიშის გამო რაღაც ბადეები გაჭიმეს და რეალურად თქვენ სწორედ თქვით დემილიტარიზებული ისაც უნდა და რუსეთს უკრაინას დამარცხდა თავად დაემართა. ანუ ეს თემაც დასრულებული არის ქართული ოცნებისთან, რომ არანაირი ომის შიში ამ ქვეყანაში ვეღარ იარსებობს, აღარ არსებობს, თავად რუსეთი აღარ არსებობს ამ კუთხით რომ ძლიერი რუსეთის მიწი დაინგრა. არანაირი საკმარისი არ იქნება ჩვენთვის თუ ჩვენ ძლიერი ამერიკელი პარტნიორი ყავს და შენ თუ ძლიერი ევროპის პარტნიორი ყავს, რადგან გიგი ძალიან კარგად საუბრობდა როგორ დახმარება აღმოუჩინეს უკრაინას ევროკავშირმა და როგორ ძლიერდება ამის ნაწილი როცა ხარშენი რუსეთი ვეღარაფერს ვეღარ აკეთებს, მით უმეტეს ასეთი დასუსტებული რუსეთი და ეს ივანიშვილმა იცის, დასუსტებული რუსეთი მისთვისაც პრობლემა არის, იმიტომ რომ ის ირყევა აქ და პრობლემა აქვს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენს ალიანსიც და ნებისმიერი ადამიანი ჩვენ ოცნება ალიანსებს ვერ იცვლებენ, რაგაც მნიშვნელოვანია იმდენად არის დამოკიდებული ის რუსეთზე, რომ აი მაგალითად რაც ფიცომ გააკეთა არც კი შევადარებდი სლოვაკეთს რასაკვირველია, მაგრამ ამის გაკეთებაც არ შეუძლიათ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბიზნესი არის ან რუსეთის გაგრძელება ქვეყანაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებს თავის ძალაუფლებას, რომ აქ ყავს გაჭირვებული საზოგადოება, რომელსაც მარტივად მართავს, პოლიციური ძალა, რომელიც ამას აღასრულებს ამ ყველაფერს ჩვენს პროტესტს და დარბევას და ასე შემდეგ, და მიტაცებული სახელმწიფოდან სასამართლო სისტემა, სადაც ოლიგარქის არ არის, თუნდაც ავტორიტარი პოლიტიკოსი, რომელიც გეოპოლიტიკურად ხედავს და განსაზღვრავს არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი, არის რაღაც ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი მმართველი. ფიქრობს, რომ ქვეყანას არ გოს ახლა ალიევის მიმართ რამხელა კრიტიკა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ის ცდილობს, რომ თავის ქვეყანას რიგი მიმართულებებით მაინც არ გოს. შიზოფრენია, რაც მას ჭირს, ახლა თქვენ რა გონიათ, რატომ გადააკეტინა იმის ანუ ეს დიაგნოზების გარეშე აღწეროთ ჯობს, მაგრამ ხო, ანუ არ სხვანაირად ვერ აღწერთ ადამიანი, რომელიც ხეებს დაატარებს წინ და უკან, მე ხას კეტავს. ექიმები არ ვართო შევაფასოთ, მაგრამ ანუ ის პარანოია, რასაც ხედავთ რეალურად, პარანოია. ხო, შეიძლება უფრო ზუსტია, კი ბატონო. პოლიტიკური პარანოია და ეს იქნება პოლიტიკურად კორექტული ტერმინი. კი ბატონო, რასაც ხედავთ, არის შიშები, ანუ შიშებით იმართება. და ეს იცის ივანიშვილმაც და იცის მისმა გუნდმაც.